კომბლეს თხები. ცხოვრობდა სოფელში ღარიბი კაცი, სახელად კობლე. კობლეს ცოლი ყავდა, შვილი კი არა. ცოლ-ქმარს 5 თხა ყავდათ. ამ თხების გარდა 4 ფეხი კატაც არ დაუდოვდათ ეზო. კობლეს თხების სხვა თხებს ოდი ჰგავდნენ. ერთს 1 მუცელი ჰქონდა, მეორეს 2, მესამეს 3, მეოთხეს 4 და მეხუთეს 5. თხების წყალობით კობლეს და მის ცოლს სასველებელი საჭმელი არ აკლდათ. დღესასწაულებსაც გულუხვად ხდებოდნენ, ნათესავსა და მოკეთესთან ჭირში თუ ხინში ხელცარიელები არ წავიდოდ. ერთი სიტყვით, ამ თხების შემწეობით კობლე და მისი ცოლი სიღარიბეს არაფრით აგდებდნენ. ქალი დილით მოწველი და თხებს და დღეში გარეკავდა საძოვრად. აქ კარგად გამოწყებოდნენ. ერთ მუცელა ყველაზე ადრე წღებოდა, რადგან ერთი მუცლის ამოსავსე ბალახსა და ნეკერს რა ბევრი ძებნა უნდოდა. ჯიქანი ლაჯებში აღარ ეტოვოდა, ისე გამოუყვებოდა ხოლმე შინისაკენ დას ბაგაბუგი. ერთ მუცელას შემდეგ 2 მუცელა გამოიბურთებოდა და გატიკნული ჯიქნით მიდიოდა სახლისკენ. ყველაზე დიდხანს 5 მუცელა რჩებოდა ტყეში, იმიტომ რომ 5 მუცლის გაძღომა ეგრე ადვილი როდი იყო. ვინც ის ამდენ ხანს დადიოდნენ ასე კობლეს თხები ტყეში საძოვრად, მაგრამ ერთხელ ერთმა მშიერმა მგელმა დაადგა თვალი თხებს. მგელი გამოცდილი და მოხერხებული იყო. თვალთვალი დაუწყო. გაიხსო მარაგზითაც ბრუნდებოდნენ სახლში თხები და გზის პირას დინა დაიდო და დაუდარაჯდა. ზის მგელი და ელის. დილით ამოიარეს თხებმა, მაგრამ ხმა არ გასცა, გულში კი იფიქრა, თუთერის წყალობით დღეს მსუქანი თხის ხორცით ისე გამოვიბესტები, კიდევაც მომრჩება. ამასობაში ხედავს ერთ მუცელა უკვე გამოძღარა და მობაკუნო. მგელს პირზე ნერწყვი მოადგა, წინ გადაუდგა, ას და უთხრა: გამარჯობა, იცოცხლე, სად იყავი? ტყეში საბალახოდ, ეგ რა გაქვს თავზე? რა და 2 თითა რქები კობლესათვის. აჯებში რა გაქვს? ზე ჩემი ციკნისათვის. ამით მოათავა მგელმა გამოკითხვა, წამოაქცია და შეჭამა. მარტო კობლეს 2 თითა რქებს არ ახლო პირი. ეს კმარა ხვალ მშვიდობით გათენდეს და ღმერთი მომცემსო. მგელმა ბოყინ-ბოყინით გადაგორდა თავის ბუნაგში და დაიძინა. მოსაღამოვდა და კომბლე თავის თხებს ეკითხება: სად არის ერთ მუცელა? როცა გაძაკუდი აიპრიხა და შინისაკენ მოუსვა, როგორც სხვა დროს იქცეოდა ისე. ჩვენ შინ გვეგონა. მეორე დღეს 2 მუცელა მოდი შინისაკენ გამომძღარი. უახლოვდა მგლის ბუნაგს თუ არა, მგელმა გზა გადაუჭრა. სად იყავი? ტყეში საძოვრად. რა გაქვს ეგ თავზე? რა და კომბლესთვის 3 თითა რქები. ლაჯებში რა გაქვს? რზე ჩემი ციკნისთვის. ეს თხა საათია და კარგად გამოწ. კობლეს 3 თითა რქები ხელუხლებლად დატოვა. მგელმა ასე შეჭამა მომდენო დღეებში 3 მუცელა და 4 მუცელას, დარჩა მარტო 5 მუცელა. წავიდა ტყეში, გაწყდა და მოდის უკან. მგლის ბუნაგს რომ მიუახლოვდა, გადმოუდგა მგელი წინ, შუაგზაზე გაჩერდა და ეუბნება თხას. კითხვას ნომიწყენ, მაგრამ სად იყავი? ტყეში საბალახოდ. არ გეწყინოს, მაგრამ რა გადგია თავზე? მაგას თუ კითხულობ, გეტყვი. მგლის მოსაკლავი 2 წვეტიანი შუბი. ნუ უკადრისებ, მაგრამ მითხარი, ლაჯებში რაღა გაქვს ეგენი? რად ვიუკადრისებ? ეგ მგლის მოსაკლავი მრგვალი ქვაა, მგელს შეეშინდა და დაუცელა და 5 მუცელა წვერის ცანცარი დაბრუნდა. კომბლე ჰკითხა: დანარჩენ თხებს თვალი ვერსად შეავლე. არ მინახავს, უპასუხა 5 მუცელა, მაგრამ შინ რომ ბრუნდებოდი, გზაზე მგელმა შემაჩერა და გამოკითხვა დამიწყო: თავზე რა გადგიაო, ლაჯებში რა გაქვსო? მე უთხარი, თავზე მგლის მოსაკლავი შუბები მაქვს, ლაჯებში მგლის მოსაკლავი მრგვალი იქვა მეთქი. მგელმა გზა დამითმა და მეც წინ წამოვედი. ხები იმ მგელმა კი არ შეჭამოს, მიაგნებ კიდევ მგლის ბუნაგს, მივაგნებ. კარგი, მაშხვალ ვეწვიოთ. დილით კომბლემ თოგი წაიღო. 5 მუცელა წინ გაიგდო და მგლის ბუნაგს მიადგა. თხა საძოვრად გაუშვა. კობლე კი მგელს ეძახის: მგელო, საქმე მაქვს, გამომხედეო. გამოხედავ დაბა, გაბრაზებულ კობლეს მგელი. ბევრი უძახა კომბლემ, მაგრამ მგელი ადგილიდანაც არ განძრეულა. კობლე დაჯდა ბუნაგის წინ და გულში თქვა: ვაი, შეუბედურო, როდნემდე ეჯდები გარეთ გამოსვლა აღარ მოგინდება? ხედავს გზაზე ერთი კაცი მოდის. კობლემ დაუძახა: ეი, კეთილო კაცო, თუ ხათრი გაქვს სოფელში რომ ჩახვალ, ნუ დაიზარებ და ჩემ ცოლს უთხარი, კომბლემ იპოვნა ის მგელი თხები რომ დაგვიჭამა თქო. ახლა ბუნაგის წინ უზის და დარაჯო. შენ რომ ბიჭი გაგიჩნდება, როცა გაიზრდება, წავიდეს ტყეში, მოჭრას ხე გააკეთოს ბარი და ნიჩაბი და აქ მოვიდე. ჩვენ გადავთხით მგლის ბუნაგს, დავიჭერთ მგელს, შევუკრავთ ფეხებს და ჩვენი თხების შეჭმისათვის პასუხს მოვთხოვთ. მგელს პირკატა ეცა, სადარდლოში ჩავარდა. როდის კობლეს ცოლს ბიჭი გაუჩნდება, როდის ის დავაშკაცდება. ტყეში წავა, ხეს მოჭრის ბარსა და ნიჩაბს გააკეთებ. მანამდე იჯექი აქ მგელო, ვეღარც მზის შუქს უყურეო, ვეღარც
მთვარიანში საკბილოზე გაინავარდო, ერეჰა, ცოცხლა დამარხვაც ამას ქვია. რაც იქნება იყოს, იქნებ გადავჩეკიდეს, უნდა ვცადო. ისკუპა მგელმა ბუნაგიდა, მაგრამ კობლემ იქვე გათოგა. ვერ წამიხვალ ღორმუცელავ, ახლა კი გათქმევინებ რა უყავი ჩემთხები. ჩაათრია მგელი თავის სახლში და დაამწყდია. 3 დღე და ღამე ყავდა კომბლეს ჩაკეტილში მგელი. მერე იფიქრა, რა სარგებლობა მექნება ახლა ასე ჩაკეტილში რომ ჩავკლა ეს მგელი. ხები შეჭამა. მგელიც ასე მუქდა დავკარგო. ადგა ყელზე თოკმობული მგელი გამოიყვანა და მიდის. ერთ უცხო სოფელში რომ გაიარა ყვირის. ვის უნდა საქონლის ფალვარა? ვინ იყიდის? აიხანობა იძახა ასე და ერთი სახლიდან კაცმა გამოიხედა. საქონლის ფალვარას ხიდი კაცო. მაშ ვინც კი იყიდის ისე გაუმრავლდება პირუტყვი მოვლას ვეღარაუა. ეს კაცი კაი მაცხოვრებელი იყო, ბევრი საქონელი წყავდა, გამოაცალკავა ერთი ფარა და მისცა კობლეს. მგელი კი გამოართვა. კომბლემ გამოირეკა ფარა და თან ჯოგის პატრონი დაარიგა. ამაღამეს საქონლის ფალვარა პირუტყვთან პოსლში შეაგდე და კარები მაგრად ჩაუკეტა. დილით უმცროს რძალს 3 ხაჭაპური გამოაცხობინე და საქონლის ფალვარა დალოცე. ისე გაგამრავლეთ პირუტყვს. ბოსლის კარებსაც ვეღარ გააღებთ. გამოიყვანა ღიღინით კობლემ თავისი ფარა და ამორეკა სახლში. მდიდარმა კაცმა კიდევ მეტი სიმდიდრე რომ უნდა და შეაგდო ბოსლში საქონლის ფალვარა და კარები ჩაკეტა. ილაუთენია ადგა უმცროსი რძალი და აწყო ხაჭაპურები და ბოსლის კართან მიირბინა. დალოცა ფალვარა, მაგრამ გამრავლებოდათ პირუტყვი. მერე მიაწვა ბოსლის კარს და ვერ გააღო. მგელმა სულყელებით დახადრა საქონელს და კარებთან დაახურავა. რძალი შევიდა სახლში და თქვა, ისე გამრავლებულა ჩვენი საქონელი, კარები ვეღარ შევაღებ. მთელი ოჯახი გამოვიდა, მიაწვნენ კარებს, გადაცვიდნენ დახოცილი წყლები და გაიღო კარი. ისკუპა მგელმა ღია კარში და ტყისკენ მოუსვა.